მადლობა. მე ხომ სინანული გამოთქვი ამასთან აკავშირებით. სინანული გამოთქვით და ამბობთ, რომ კლიენტის ინტერესი არის მთავარი და ამიტომაც ადვოკატის გვერდისავლით შევდივართ. აი კლიენტის ინტერესზე ვლაპარაკობთ. ესე იცით, რომ მერვე საპყრობილე იყო სასაკლაო და ეს იცოდა საქართველოს ყველა მოქალაქემ, არა თუ ადვოკატმა, რომელსაც ხშირად უწევდა იქ შესვლა. სასაკლაო იყო ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. 2011-ში მართლა და კვირას ბზობა დღეს, როცა ჩიტი ვერ შეფრინდება. გირეკავთ, არაუფლებამოსილი პირი გეუბნებათ, რომ წითელი ხალიჩებით დაგხვდებიან, შეგიყვანენ და ხელს მოაწერინებთ ყველაფერზე, რასაც გეტყვიან. რა ეჭვი არ გაგიჩნდათ, კლიენტის ინტერესი სად დაინახეთ? გულწრფელი ხართ, როცა ამბობთ კლიენტის ინტერესზე, თუ შეკრული იყავით მხარესთან, იმ მხარის ინტერესებს ასრულებდით, რომელიც აძალებდა იმას ქონების დათმობას. ვერ მიხვდით ამას? გვარწმუნებთ ამაში, ეს ბზობა დღეს შეგიშვეს სასაკლაოში და გეუბნებიან, რომ წითელი ხალიჩებით დაგხვდებათ დირექტორი? ამას გვიმტკიცებთ ახლა თქვენ? მე უბრალოდ ვამბობ, რომ ჩემ წარმოდგენაში კლიენტის თქვენ წარმოდგენაში არაუფლებამოსილი პირი გეუბნებათ, რომ შეგიშვებენ ბზობა დღეს. ციხეში სადაც არავის არ უშვებენ, რაზე მელაპარაკებით? და ეს არის ინტერესი კლიენტის? არ ვიცი. პირველად გავიგე მაშინ უდესიანის გვარი, იმ დღეს როცა გავიცანი.